რაში შემოვედი ღმერთო? რა წყობილი ცხოვრები და სად შემოვედი? კვინიტაძის ქუჩა არის სამი კორპუსი, ახალაშენებული კორპუსი, რომლებიც შემოასახლეს ავარიული სახლებიდან გამოყვანილი მოსახლეობა და არ არის კანალიზაციის სისტემა გამართული. აი, ბავშვმა გაიარა ეხლა სისველეში, ყოველ დღე ამოდის კანალიზაცია. ცხოვრობ 6 თვეა და ეს პრობლემა შეიქმნა აგერ 2 თვეა. აივანზე ვერ გამოყვა, სუნია, ბავშვებს ვერ უსვლებთ ეზოში. აი ბავშვია რა იცის, გაიგებს, გამოიძენ. მე შემოდის ოჯახში. ძალიან ცუდია. როცა ბინები აშენდა, დაერჩება არ მოხდა ცენტრალურ კანალიზაციაზე, გაკეთდა შამბო, სამივე ბინა დააერთეს ერთ შამბოზე, სადაც მათი თქმით არის 50 ტონიანი, არის გავსილი და გადმოდის ქუჩებში. დგება საშინელი სუნი, ბავშვები იწამლებიან, რომ ბავშვმა არ იცის რა წყალი მოდის, რა არის. ბანაობენ. დარეკვის შემთხვევაში მოდის 1-2 მანქანა ამოირებს, აირებს, მაგრამ ისევ გადმოდის. ბოლომდე დაცლას არ აკეთებენ, თხოვეთ რომ დაიცალოს შამბო, რომ აღარ წამოვიდეს ეს სისველე. არის საშინელი სუნი. ვაც გაუსაცის პირობებში, აი გარეთ გამოსული ხარ ადამიანი სახში შეკვა და დაგხვდება კანალიზაციის სუნი. ღია სივრცეში რო ასეთი სუნია, საშინელი სუნი და ეს რომ სახში შემოგივარ, იქ რა დრო გჭირდება, რომ გაანიაო და გაიყვანო. ავეც გაგყავს. ვერც გაგყავს, სული არ გადის. ვიცხოვთ, რომ რაღაც პრობლემა მოგვარდეს, ან გაიცალოს, ან საერთოდ დააერთონ ცენტრალურზე. ეს პრობლემა იქნება მანამდე, სანამ ცენტრალურზე არ მოხდება გაერთება. ეგ არის თავიდან როგორი პროექტი შეადგინეს, თუნდაც შეიძლებოდა რომ სამივე კორპუსს თავისი შამბო ქონოდა, მაგრამ ამბობენ რომ ადგილი არ არის ისეთიო, რომ შამბო ყველა სახს დაუდგათ. რადგან ასე გაკეთდა რომ შამბო სამი სახლისა, ერთი შამბო, მაშინ უნდა მოგვაქციონ ყურადღება.